Ერთვად აღლოცოთ და გაგაძლიეროთ. მოიხსენებათ, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ თავის საკითხს კრებითი პრინციპით აგვარებს. კრებითობა დედა ეკლესიაში ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა, ვინაიდან ის ეკლესიის ბუნებაში დევს სიღრმისეულად და ეკლესიის ყველა საკითხი სწორედ კრებითი პრინციპით წყდება. დღეს საზოგადოებაში გავრცელებულია მრავალი შეხედულება, რომლებიც ნაწილობრივ შეესაბამება ქრისტიანულ შეხედულებებს, ნაწილობრივ ხედავთ, რომ გარკვეულ თანხმობას ეკლესიის პრინციპებთან, კერძოდ კრებითობის საკითხთან მიმართებაშიც. და ერთ-ერთი ასეთი პრინციპი, შეხედულება, მსოფლმხედველობა გახლავთ ლიბერალური დემოკრატია. ჩვენ გსურს დღეს განვიხილოთ ეს საკითხი, შევადაროთ ერთმანეთთან, თუ რა განსხვავება არსებობს დედა ეკლესიის აი ამ კრებით პრინციპს შორის და როგორია თავისი არსით ლიბერალური დემოკრატია. ჩვენი ინტერესი ამ საკითხისადმი იმ გარემოებამ განაპირობა, რომ დღეს საეკლესიო წრეებშიც ხშირად ინტენსიურად უჭერენ მხარს რაღაც ლიბერალურ დემოკრატიულ მმართველობის პრინციპებს. თითქოს და სურთ რაღაცნაირად გაადემოკრატიულონ მართლმადიდებლობა და ამას ხედავთ ჩვენ როგორც პრესის გამოხატულებით, ისე კერძო საუბრებშიც და ეს დადებით ტონად აღიქმება ხოლმე თანავედროვე სამყაროში. ერთი შეხედვით საოცარი და მოულოდნელი ამაში თითქოს არაფერია. ეკლესიის ზოგიერთი წევრის შეხედულება, რომ მოძღვრები ხომ ნამდვილად ხალხის გვერდით განან თავისუფლებისადმი ტოლვაში, უფრო მეტიც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლმადიდებლობა რეალურად არის სახალხო ეკლესია, ამას ადასტურებს მისი სწავლება, კერძოდ აღმოსავლეთის პატრიარქთა ცნობილ ეპისტოლეში ვკითხულობ ჩვენ, რომ არც პატრიარქებს, არც კრებებს არასოდეს შეეძლოთ რაიმე სიახლის შემოტანა, რადგან ჩვენთან სარწმუნოების მცველი თავად ქრისტეს სხეულია, ან თვითმორწმუნე ხალხიო. ვიდრე ამ საკითხის განხილვა შეუდგებოდა, ჩვენ ვიტყვით, რომ ლიბერალური დემოკრატიის ღირებულების რეალური სახის წარმოჩენით ჩვენ სულაც არ გსურს იმ ილუზიის შექმნა, რომ თქოს აღნიშნული პოლიტიკური სტრუქტურის შემცვლელი სხვა რეალური ძალა გვეგულებოდეს დღეს ჩვენ მსოფლიოში. ჩვენ კარგად ვიცით, რაც ხდება მსოფლიოში, რა პროცესები მიმდინარეობს, რა სითხოვს ამ სოფლის სული და რა არის გლობალისტური სიღრმისეული იდეა და ასე შემდეგ. ჩვენი მიზანი გახლავთ დავანახოთ კითხვას მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის არსებული განსხვავებები. დავიწყოთ ჩვენ თუ რა არის, საიდან იწყებს სათავეს ეს ლიბერალური დემოკრატია, რას ფასეულობებს ამკვიდრებს ის, რითი გავს ის მართლმადიდებლო ხედვას და რითი განსხვავდება ის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ფასეულობა დემოკრატია შეიძლება ითქვას ახალიც არის და ამავე დროს ძველიც. ახალში ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ ლიბერალური დემოკრატია აშკარად ყველაზე გავრცელებული მმართველობის ფორმაა თანამედროვე მსოფლიოში და მისკენ მიუთვის ძირითადი ცივილიზებული სახელმწიფოები. და ერთი შეხედვით თითქოს და მან ძლია კიდეც სხვა სახელმწიფოებრივ ფორმირებებს. ძველს კი იმიტომ ვამბობთ, რომ ეს სისტემა მართლაც უძველესია და ის სათავეს იღებს ბერძნული და რომაული ცივილიზაციებიდან. საქმე ის გახლავთ, რომ ლიბერალური დემოკრატია ოფიციალური განცხადებებით დიდად არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სოფხედვას. ის გარეგნულად საუბრობს კიდეც მარადიულობაზე, წმენაზე, ადამიანის ღირსებაზე, ქრისტიანულ ცივილიზაციაზეც. თუმცა ჩვენთვის ცხადზე უცხადესია, რომ ეს სიტყვები უკვე აღარ გამოითქმის იმ ძველი მნიშვნელობით, ანუ ჭეშმარიტი მნიშვნელობით, რასაც გულისხმობს მართლმადიდებელი ეკლესია. არც ერთი ლიბერალი დემოკრატი სერიოზულად აღარ აღიქვამს ამ ფასეულობას, რასაც ქვია მართლმადიდებლობა. ის მხოლოდ სიტყვით მასალას ფასად გამოიყენებს ამას და უფრო ემოციაზეა გათვლილი, ვიდრე შინაგან რაღაც სულიერ მდგომარეობაზე. ამიტომ მოდით ვნახოთ, რა არის სინამდვილეში ეს დემოკრატია, რას წარმოადგენს ის და რა არის ეს ხალხის ნება. გავს კი ის იმ სამეუფო თავისუფალ არჩევანს, რომლის შესახებაც საუბრობს დედა ეკლესია. ჩვენ ვიცით, რომ კარგად ცნობილი ისტორიული მოვლენაა, როდესაც თავად
ხალხი გაიძახოდა, რომ ოსანაო ქრისტეს, როდესაც უფენდნენ რტოებს და სამოსელს, ეს იყო ხალხის ნება, ეგრეთ წოდებული დემოკრატია და შემდეგ იმავე ხალხი ერთ კვირაში ამბობდა, რომ ჯვარსაცვით ეკეო. ესეც იყო ხალხის ნება, ერთი და იგივე ხალხი შეიძლება თურმე კიდეც აღფრთოვანდეს და კიდეც დაგმოს ჭეშმარიტება. მივიდეს ტირანიამდეც, მხეცებამდეც და მკრეხელობამდეც. ამიტომ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ხალხის ნებაზე, აქ აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული, თუ რა არის ნამდვილად ხალხის ნება, როგორია მისი ხედვა ეკლესიის თვალთახედვით და როგორია მისი ხედვა ჰუმანისტური იდეების, დემოკრატიული, ლიბერალური ფასეულობების თვალთახედვით. ძველი რომაული და ელინური ფილოსოფიების თანახმად ჩვენ ვხედავთ, რომ დემოკრატიას საუბრობენ როგორც დადებითი ტონით, ასევე უარყოფითადაც. მაგალითად, პლატონის აზრით იდეალური წყობა, რასაც მოითხოვს, ის პრინციპულად განსხვავდება დემოკრატიისგან და მეტიც, ის ბოლოდან მეორე ადგილზე აყენებს დემოკრატიულ ფასეულობას თავის აი ამ იდეალურ წყობათა სისტემაში. ჩვენ ხედავთ ასევე ძველი ფილოსოფოსების, როგორც იყო თუკიდიდე, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ის ამბობს, რომ აი ამ არჩევნების დროს რესპუბლიკაში ხალხის ხმების მოსყიდვა და ხალხის დაშინებაც კი ხდება და ამას ამბობს ის ჩვენ წელთაღრიცხვამდე საუკუნებით ადრე. უფრო მეტსაც ვიტყვით, კაცობრიის ისტორიის მანძილზე არ ჩანს არც ერთი სახელმწიფო, სადაც რეალურად, სრულად განხორციელდა ეს ხალხის მართვის პრინციპი. ძველი საბერძნეთი და რომი, მისი კლასიკური წარმოადგენლებით, როგორც იყვნენ არისტოტელი, ციცერონი და სხვები, რომელიც დემოკრატიის ფუძემდებლებადაც უნდა მივიჩნიოთ ჩვენ, ამავე დროს იყვნენ კლასიკური მონათმფლობელებიც. ჩვენ ამის შესახებ გვისაუბრია და ისინი თავად ტერმინში ხალხს მოქალაქეს მხოლოდ ელიტის წარმომადგენლებს უწოდებდნენ. მოსახლეობის უკიდურეს უმცირესობას კი საერთოდ არ მიიჩნევდნენ ხშირად ცივილიზებულ ადამიანებად და მონებად მიიჩნევდნენ მათ. შესაბამისად, როდესაც საუბარია თავისუფლების შესახებ ძველი ფილოსოფოსების ცვლილებებში, იგულისხმება არა კერძო პირის, არამედ სახელმწიფოს თავისუფლება. ამიტომ აი ესეთი შეხედულებაც არსებობდა, რომ მაგალითად ფილოსოფოსი გობსი წერს, რომ მე-19 საუკუნის ფილოსოფოსი გახლავთ ის, რომ ათენი და რომიო თავისუფლები იყვნენ, როგორც სახელმწიფოები. მათ ჰქონდათ თავისუფალი ნება, შებრძოლებოდნენ სხვა ხალხებს, დაეცვათ თავიანთი ქვეყანა და დაეპყროთ ერი, სხვა ერი. ამდენად ამ კუთხით თავისუფლება ერთნაირია, როგორც მონარქისტულ, ასევე დემოკრატიულ ქვეყნებშიც. არისტოტელი ამბობს, რომ თავის პოლიტიკაში, რომ დემოკრატია ნიშნავს თავისუფლებას, ვინაიდან საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არავინაა თავისუფალი სხვა მმართველობისო პირობებში. ანუ ის ამბობს, რომ ათენის რესპუბლიკის პრაქტიკული ცხოვრების მიხედვით ასკვნიდა, რომ აგრეთვე ციცერონიც, რომ დემოკრატია არის ერთ-ერთი სრულყოფილი სტრუქტურა. მაგრამ ხედავთ ჩვენ, რომ იმავე საუკუნეებში იყო აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებებიც და აი ეს შეხედულებები ხშირ შემთხვევაში პირდაპირ იყო მიმართული სწორედ მონარქისტული წყობის დამხობის წინააღმდეგ. სწორედ მაშინ იყენებდნენ თურმე ამ დემოკრატიულ პრინციპს, რასაც ქვია არჩევნები. ჩვენ ვხედავთ ამას, რომ მონარქიის სიძულვილს მოყვებოდა რომის ხელისუფლების ძალისმიერი დამხობა და დანაწილება. შემდეგ ვხედავთ, რომ აღზეულთა მემკვიდრეები ძველი ბერძენი და ლათინი ავტორების კითხვით, აი ამ თავისუფლების ნიღბით ბავშვობიდან დაეჩვენენ ამ ჯანხსა და ხელისუფლების უსուցხულო კონტროლს, ხოლო შემდეგ ამ კონტროლიორების კონტროლსაც. ჩვენ ერთი ფილოსოფის თანახმად ვხედავთ აი ესეთ ყარს შეხედულებას, რომ აი ამ ფილოსოფოსების კითხვამო ძალიან საინტერესო მოსაზრებაა. იმდენი სისხლი მოუტანაო დასავლეთსო, რომ ჩვენ არაფერი ისე ძვირად არ დაგვჯდომიაო, როგორც ბერძნული და რომაული მმართველობათა სტრუქტურების კითხვა. საინტერესო შეხედულებაა და ჩვენ ხედავთ აი ამ შეხედულების თვალსაჩინო მაგალითს ასევე საფრანგეთის ისტორიაშიც, როდესაც ნაპოლეონების მმართველობის გასამყარებლად სწორედ იყენებდნენ აი ამ პრინციპს, რასაც ქვია დემოკრატიული შეხედულებები. ხოლო შემდეგ
ისინი აუქმებდნენ ხოლმე და გადადიოდნენ ისევე მონარქიულ წყობა გამგეობაზე. ეს რაც შეეხება, მოკლედ მოგახსენეთ ჩვენ ძველი შეხედულებების შესახებ, ელინური და რომაული შეხედულებების შესახებ, მაგრამ ეს შეხედულებები არ დასრულებულა, მოგეხსენებათ, იმ საუკუნეებში, მან პოვა განვითარება უკვე მე-18-მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის ფილოსოფოსებში და დღესაც აქტუალურია ის. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ მისი ღირსეული, ასე ვთქვათ, წარმოადგენლები. ესენი იყვნენ ჟან-ჟაკ რუსო, ჰეგელი მე-19-მე-20 საუკუნეებში, უფრო თანამედროვე დღევანდელი აქტუალური მქადაგებლები გახლავთ ესეთი დღეს ცნობილი პირები, როგორებიც არიან ფუკუამა, მაგალითად და მრავალი სხვა. ჩვენ დავიწყოთ საუბარი აი ამ ჟან-ჟაკ რუსოს შეხედულებებზე. მან კარგად განავრცო ეს თემა და ის ამბობდა ესეთ რამეს, რომ უმაღლესი ხელისუფალი არისო ხალხის საერთო ნების გამომხატველიო. ანუ უმაღლეს ხელისუფლების დადგენილება გამოხატავსო საერთო ნებას, რომელიც არისო სამართლიანიო. მე-19 საუკუნეში ეს იდეალისტი ფილოსოფოსი ფაქტიურად მან ახალი მსოფლმხედველობა დაამკვიდრა და რაღაც უფრო ლამაზ ფერებში წარმოგვიდგინა ჩვენ ეს გაღმერთებული ადამიანი და სწორედ ერთადერთი ფასეულობების მქონე დედამიწის ზურგზე გახადა სწორედ ადამიანი და მთლიანად უგულებელყო ღმერთის არსებობა. მან დახაზა აი ესეთი ხელისუფლებასა და ხალხის შორის ეს ბედნიერი ურთიერთობის სქემა და გამოსცა ხალხსა და ხელისუფლებას შორის თანხმობისა და კმაყოფილების რაღაცნაირი რეცეპტი. კერძოდ რუსო ასეთ რამეს ამბობდა, რომ საერთო ნება, რომელიც მარადიული და წმინდა, ის მხოლოდ უნდა განცხადდეს საყოველთაო არჩევნების დროსო. ეს საყოველთაო ნებაო კიდეც ფლობს ჭეშმარიტებასო, ის არის გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. სწორედ აი ამ რეცეპტის ერთობას მხარი დაუჭირეს თანამედროვე მსოფლმხედველობის გამოჩენილმა დემოკრატებმაც. რუსოს თეორიამ წარმოშვა შემდეგ ესეთი ცნობილი ფორმულაც, რომ თავისუფლება, ძმობა, ერთობა. ეს სამი სანუკვარი სიტყვა გამოხატავს აბსოლუტურ ჭეშმარიტებებს და წესით და რიგით ის უნდა იყოს რეალური განცდა ადამიანის ცხოვრების, ეს უნდა იყოს რეალური ხედვა ადამიანისა, რომ ნამდვილად ადამიანს წყურია თავისუფლება, ძმობა, ერთობა. შესაბამისად, სიყვარულიც, მშვიდობას და მისთანანი, რისკენც უნდა მიისწრაფოდეს ადამიანი. მაგრამ ეს სათნოებები ჩვენ უნდა ვთქვათ და დავადასტუროთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანული ცხოვრების შედეგად მიიღწევა და რომ ეს იდეალები განუყოფლად უკავშირდება ღმერთს. როცა ასე არ ფიქრობს და სურთ სახელმწიფოსა და ხალხის თითქოს და გაერთიანება საზოგადოების სავალდებულო კანონად დაუსახონ სამგვარი მიზნის გამოხატულ, მაგრამ ფორმალური სამართლის შემცველ ლოზუნგად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აი ესეთი ფასადური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არანაირ რეალურ შედეგს არ მოიტანს და ამას მოყვება პირიქით უფრო მეტი ძალადობა, უთანხმოება, შეიძლება ფანატიზმამდეც მივიდეს ადამიანი. თითქოს და აი ამ ლოზუნგებით უნდა ჩამოყალიბებულიყო რაღაცა ბედნიერი, ნეტარი ცხოვრება საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ აი ამ ლოზუნგების მიღმა დარჩა აბსოლუტურად ცარიელი ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ჭეშმარიტი ხედვა, არანაირი ღირსეული, მარადიული ფასეულობები და რა თქმა უნდა, აი ამ ყალბმა ფასეულობებმა, რასაც ქვია, ფასადურად თავისუფლებაზე, ძმობაზე და თანასწორობაზე საუბარმა მოიტანა ის, რომ უამრავი სისხლისღვრა მოხდა, უამრავი რევოლუცია, უამრავი ჯანყი ფასეულობების, ღირსეული, სწორი ფასეულობების წინააღმდეგ და ეს გახდათ სწორედ ერთ-ერთი ძირითადი მიზანი აი ამ ლოზუნგების წარმოქმნისა. ამრიგად ჩვენ ხედავთ, რომ პოლიტიკა, რომელიც უარყოფს ქრისტიანობას, იძულებულია აღიაროს რაღაც ხალხის უმაღლესი მართვის ფორმა, ხოლო საზოგადოება ფორმალურად თანასწარ უფლებიანად წარმოაჩინონ. მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მართლმადიდებლობის
დანიშნულება ამ ქვეყნიური სწორედ ის გახლავთ, რომ დაანახოს ხალხს თუ რა არის რეალურად ხალხის ნება და როგორ გამოხატავს აი ამ ნებას დედა ეკლესია თავის ძიახში. ჩვენ უნდა ვთქვათ ისიც, რომ მართლობის ფორმა მანამდეა სანდო, სანამ მას საფუძვლად ყავს ღმერთი და მიყვება მის ნებას. როდესაც ხელისუფლება ანარქიით ხელმძღვანელობს, ავიწყდება, რომ ასეთ თავისუფლებას ძალადობა, სისასტიკე და ცფიერება მოყვება, ასეთ წყობაში ნამდვილად ადამიანი ადამიანისათვის იქნება უკვე არა მოყვასი, არამედ მხეცი და ჩვენ აი ამ დამოკიდებულებას დღეს ვხედავთ სხვა შეხედულებების, მსოფლმხედველობების დროს. ჩვენი მთავარი სათქმელი, რა თქმა უნდა, იქნება ის, რომ ერთადერთი სწორი ფასეულობა არის ეკლესიის კრებითი ხედვა. როდესაც ეკლესია თავის შეხედულებებს ღირსეულად ამკვიდრებს სწორედ კრების მეშვეობით. აქ პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, იგულისხმება მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც გახლავთ უმაღლესი ინსტანცია ეკლესიის იერარქიაში და სწორედ მისი შეხედულებები არასდროს შეიძლება შეიცვალოს. ამ შემთხვევაში წმინდა მამები გრძნობდნენ, რომ ისინი თანამუშაკობდნენ ღმერთთან ერთად აი ამ სწორი სწავლების გამოხატვისათვის და ეს სწორედ გამოხატა კარგად მსოფლიო საეკლესიო კრებებმა. ამიტომ ამბობენ წმინდა მამები, მესამე მსოფლიო კრების წმინდა მამები ადასტურებდნენ იმ ჭეშმარიტებას, რომ ეკლესია სწორედ სულიწმინდის შთაგონებით იღებს გადაწყვეტილებებს და მისი ფასეულობები არის უცდომელი, უცვლელი და მარადიული. ჩვენ შეგვიძლია თქვათ ასევე, რომ ამ კრებებზე ხდებოდა ერთგვარი სინერგია ღვთისა და ადამიანის შორის. ანუ ადამიანი სწორედ სულიწმინდის შთაგონებით, ამ შემთხვევაში წმინდა მამები ღებულობდნენ აი ამ გადაწყვეტილებებს, რასაც ქვია ეკლესიის დოგმატური სწავლება. ჩვენ გსურს მსმენელს დავანახოთ ეს ფასეულობა, რომ ეკლესიის მართლობითი მხარე არ წესრიგდება მხოლოდ ადამიანური ფაქტორებით, არამედ ეს ღვთის მიერ ხდება. ჩვენ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურებისთვის, როდესაც ვირჩევთ განსაკუთრებულად გამორჩეულ ადამიანებს, ესეც ხდება სულიწმინდის შთაგონებით. მოგეხსენებათ, ეკლესიის პირველ მოციქულების კრებებზე იყო ესეთი სიტყვები გაჟღერებული, რომ ჯერ უჩნდა სულსაწმინდასა და ჩვენცაო. ანუ აქედან პირდაპირ კარგად ჩანს, რომ ეკლესია თავის შეხედულებას არა მხოლოდ ადამიანის ერთობაზე ამყარებს, არამედ ღმერთზე. როდესაც ძველ ეკლესიაში მღვდლობის ხარისხში დადგინება ხდებოდა, საეკლესიო საზოგადოებასა და ადგილობრივი ეკლესიის თანხმობით შემდგარი საერთო არჩევანის შედეგად ჩვენ ვხედავთ საოცარ ერთობას, როგორც ღვთისმთავრების მხრიდან, ასევე სხვა სასულიერო პირებისა და ხალხს შორის. ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ნამდვილად იქნეს არჩეული სწორად კანდიდატი. ასევე უნდა ითქვას, რომ ეს არჩევნები, რასაც ქვია ეკლესიაში სასულიერო პირის არჩევა, ღრმა რელიგიური და საიდუმლო ხასიათისა იყო. მას ქიროტონია ეწოდება ეკლესიურ ენაზე, მას ასრულებდნენ მოციქულთა მემკვიდრეები, მათი თანაბარი უფლებები და აღჭურვილი პირები, ეპისკოპოსები. თავად არჩევნების აქტს წინ უსწრებდა ლოცვა და მარხვა. ხან კი პირდაპირ ღვთის შთაგონებით ხორციელდებოდა სამდულო კანდიდატის შერჩევაც. ყოველივე ეს საერთო საფუძველზე მიუთითებდა, რომ ეპოვათ არა საზოგადოების, არამედ ღვთისრჩეული ადამიანი. ამაში არის ჩვენი ეკლესიის სწორედ უმნიშვნელოვანესი ნიშან-თვისება. ყურადსაღებია, რომ სწორედ კენჭისყრის მეთოდი იქნა გამოყენებული ასევე პირველი ქრისტიანული ქიროტონიის დროს. იუდას ნაცვლად, როდესაც მე-12 მოციქულის არჩევისას იხელმძღვანელეს მოციქულებმა. ეს აქტი კარგად არის გამოხატული ლუკა მახარებლის მიერ საქმე მოციქულთაში და ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ, რომ ესე ყოველნი იყვნენ განგრძალულ ლოცვასა და ვედრებასა,
ერთბამა დიდებულები და მარიამ დედით იესოსი და ძმები თურთ მისით. აქტი აი ამ პირველი არჩევნებისა დაიწყო პეტრე მოციქულის სიტყვით, შემდეგ იმსჯელეს საკითხის მნიშვნელობაზე და დაადგინეს ორნი. ეს იყო იოსები, რომელსაც ერქვა ბარსაბა და მეორე იყო იესტოს, რომელსაც ეწოდა მატატა. და ილოცვიდეს და თქვეს: შენ უფალო ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩნი ერთი ამათა ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე და მისცნეს წილი მათ და გამოუცხადა წილი მატათასა თანა და აღირაცხა ის 12 და მოციქულთა. როგორც აქ ხედავთ ჩვენ, სამოციქულო ეკლესიის წინაშე მდგარი საკითხები კრებითი პრინციპით წყდებოდა. განსაკუთრებული სულიერი განწყობითა და სულიწმინდის შთაგონებით. საერთოდ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც მოგახსენეთ, ყველა თავის დოგმატურ და ადმინისტრაციულ პრობლემას კრების მოწვევით წყვეტს. ეს ხდებოდა, როგორც მოგახსენეთ, ეკლესიის დაარსების დღიდან. დღეს კრებები, რა თქმა უნდა, განსხვავებულ ეპოქასა და საზოგადოებრივი რაღაც ინფრასტრუქტურის პირობებში მოქმედებს, მაგრამ ეკლესიის საიდუმლო რეალობა უცვლელი რჩება. და ეკლესიის წყობა ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს, რომ იყო და არის კრებითი. არც ერთი ეპისკოპოსი ეკლესიაში მსოფლიო კრებების უსტომელობაზე მაღლა არ აყენებს თავის თავს და თავის შეხედულებას. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ მართლმადიდებლები მსოფლიო კრება ეკლესიის უცდომელობის გამომხატველია. სწორედ მსოფლიო კრებაში ხედავს მართლმადიდებელი ეკლესიოლოგია თავისი მიწიერი ეკლესიის უმაღლეს ინსტანციას, რომელიც უშუალოდ სულიწმინდის შთაგონებით ქვეშ იმყოფება და ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო კრება შედგება ეპისკოპოსებისაგან, რომელიც არიან მოციქულთა მემკვიდრენი და ისინი სულიწმინდის მადლით ახსნილნი ფლობენ ჭეშმარიტებას და იღებენ გადაწყვეტილებებს ამ ჭეშმარიტების მეშვეობით. ამრიგად ეკლესიის უმთავრესი ნიშან-თვისება, რომელსაც ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას დღეს, გახლავთ კრებითობა, ერთიანობა, ერთსულოვნება. და როდესაც წმინდა თეოფანე დაყუდებულს კითხეს, რომ როგორ უნდა გვწამდეს და ვასწავლიდეთ ჩვენო, ის ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ ისე როგორც წამდა, ასწავლიდა ყველა ყოველგან ყოველთვის. აი ეს არის ჩვენთვის მთავარი, რომ ეს მარადიული ფასეულობები, რასაც ფლობს დედა ეკლესია, ის ყოველთვის, ყველგან და ყოველთვის იყო ერთი და იგივე. და ამისი შეცვლის უფლება ჩვენ ვიცით, რომ არავის აქვს. უფრო მეტად რომ გავავრცელოთ ეს აზრი, ვიტყვით, რომ ღმერთმა ისე განაგო, რომ მისი ღვთაებრივი ორგანიზმის არც ერთი ნაწილს არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა. უფალმა ბრძანა მოგეხსენებათ, მე ვარ ვენახი და თქვენ რტონიო, რომელიც დაადგეს ჩემთანა და მე მისათანა, ემან მოიღოს ნაყოფი მრავალი, უკეთო ვინმე არა დაადგეს ჩემთანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასლები და განხმეს. ანუ ეკლესიას ადარებს ვენახს, რომელიც არის მარადიული, რომელიც მუდმივად იკვებება ღვთისაგან და რომელსაც გააჩნია თავისი შტოები, რომელსაც ყავს, რა თქმა უნდა, თავი, რომელსაც აქვს კიდურები, ანუ ეკლესია გახლავთ სხეული ქრისტესი და მისი ყველა ნაწილი ერთმნიშვნელოვანია დედა ეკლესიისათვის, როგორც მისი თავი ამ შემთხვევაში პატრიარქი, ასევე ყველა მისი წევრი ერთობით წარმოადგენენ დედა ეკლესიას. და სწორედ აი ამ ერთობით მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც ის ხალხის ხმა, ხალხის ნება ერთმნიშვნელად ეთანხმება ღვთის ნებას და ღვთის სწავლებას, მაშინ ხდება ეს სწავლება მისაღები ჩვენთვის, მაშინ ხდება ეს სწავლება დადასტურებული იყო მსოფლიო საეკლესიო კრებებზე. და ღმერთმა დაგვიცვას და თუ მაგალითად ანტიკრებითად მართავს რომელიმე ეპისკოპოსი თავის ეპარქიაში, ან შიშის, ან სხვა ფაქტორების გამოყენებით, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი შეხედულების დროს ეს კრებითი პრინციპი ცოტა არ იყოს ირღვევა.
და ძალაში სხვა ფაქტორები შედის, ადმინისტრაციული, დისციპლინური ფაქტორები, რაც რა თქმა უნდა პირადად ადამიანის ცოდვა გახლავთ და არა ეკლესიისა და აი ამ პრინციპების გაზიარება არავითარ შემთხვევაში არ მოხდება თავად ეკლესიის მეშვეობით. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ამას და ვიტყვით, რომ ეკლესია თავისი სწავლებით არასოდეს ცდება, ხოლო ადამიანი შეიძლება შეცდეს თავის შეხედულებებში. რადიკალურად განსხვავდება ეკლესიის კრებითი თვისება დემოკრატიული კენჭისყრის სისტემისაგან. ჩვენ ვთქვით ამის შესახებ თავიდანვე ჩვენი საუბრის დროს, რომ დემოკრატიულ თვალსაჩინოდ თავისუფლება არის პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების უფლება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უფლება მოსილება მონაწილეობა მიიღო სახელმწიფოს მართვაში. მაგრამ ეს სურვილი ვერ პოულობს მყარ დასაყრდენს პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ დავინახეთ ეს, რომ არ შეიძლება ადამიანის ხმა ცალკე გარკვეულ მნიშვნელობას იძენდეს. ის თავის თვისებას იძენს სწორედ აი ამ ერთობაში, რასაც ხმების ერთობა ქვია. ამიტომ დემოკრატია აფართოვებს სწორედ თავის საფუძვლებს და მიზნად ისახავს საყოველთაო კენჭისყრას. და ჩვენის შეხედულებით ეს არის სწორედ ის მცდარი ხედვა, ერთ-ერთი ყველაზე დამაბრკოლებელი კაცობრიობის ისტორიაში, რომ თითქოს და ადამიანს აქვს რაღაცა უფლება, მაგრამ სინამდვილეში ცალკეულად ადამიანის ხმა არაფერს წარმოადგენს. რასაც ჩვენ ვერ ვიტყვით დედა ეკლესიის პრინციპთან მიმართებაშიც, როდესაც ყოველი ადამიანის შეხედულება უნდა იქნეს დაფასებული, ყველა ადამიანის ხედვა არის გასათვალისწინებელი და უფრო მეტსაც ვიტყვით, იყო ეკლესიის ისტორიაში ისეთი პერიოდები, როდესაც სწორედ ერთი ადამიანი იყო დამცველი ჭეშმარიტებისა და სხვა დანარჩენები ეწინააღმდეგებოდნენ მას და ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ არა ხალხის უბრალო ნება, არამედ ხალხის ნება შეერთებული ღვთის ნებასთან არის ყოველთვის ჭეშმარიტი და უცდომელი. ხოლო ხალხის ნება შეიძლება ღვთის გარეშე და ამაში დარწმუნებული ვარ ჩვენ, რომ შეიძლება ცდებოდეს კიდეც. პოლიტიკური უფლება მოსილება, რომელსაც ესოდენ უცნაურად აღწერს დემოკრატია, ის უამრავ რაღაც ნაწილებად იყოფა. ყოველ მოქალაქეს მართვის უფლება მოსილება ერთობ მცირე ნაწილაკია. ჩვენ ხედავთ ამას, რომ რას გააკეთებს ეს ადამიანი თავისი უფლება მოსილებით. სად გამოიყენებს ის ამ თავის ხმას. დემოკრატიამ ფაქტობრივად ეს თავისუფლების ჭეშმარიტი არსი გააიგივა თანასწორობასთან. აღმოჩნდა, რომ მოჩვენებითი ეს თანასწორუფლებიანობა თავისუფლების დანაწილება ყველა ადამიანს შორის თურმე იწვევს თანასწორობის დარღვევასაც. ანუ სრულ თანასწორობასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვხედავთ ამას, რომ პრინციპში არჩევნების დროს რიცხობრივი მაჩვენებელი, ანუ ხმათა ერთობა იწვევს გამარჯვებას, მაგრამ ვინ იგებს ხშირ შემთხვევაში, ვინც მოხერხებულად მოიპოვებს ხმების უმრავლესობას. სწორედ ის ხდება ბატონ-პატრონი ძალაუფლებისა და შესაბამისად ხელისუფლებისა. ჩვენ რა თქმა უნდა აქ ვამბობთ იმ უარყოფით შეხედულებებზე, რომელსაც დემოკრატია ფლობს, მაგრამ აქვს დემოკრატიას კიდე დადებითი მხარეც, როდესაც ნამდვილად შეიძლება ხალხმა თავისი ქვეყნის პრინციპებიდან გამომდინარე გააკეთოს სწორი არჩევანი და ამას რა თქმა უნდა ვერ შეეწინააღმდეგება ვერაფერი და სწორედ ეს ფასეულობა, რომელსაც ხალხის რეალურ თავისუფალ არჩევანს გულისხმობს, ეს გათვალისწინებული ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე დემოკრატიის პირობებშიც. ამას ვერ აუვლის გვერდს და ვერ შეეწინააღმდეგება დემოკრატია. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძირითად შემთხვევაში ხდება არა ღმერთთან ერთობით მიღებული გადაწყვეტილება, როგორც ამას ხედავთ ჩვენ ეკლესიის პრინციპების თანახმად, არამედ ხედავთ ხშირ შემთხვევაში ძალადობის მხრივ მოპოვებულ ხმებს, ხედავთ ინტრიგების მხრივ და ხშირ შემთხვევაში შიშის სინდრომით მოპოვებულ ხმებს. ეს არაერთგზის
დაინახა საზოგადოებამ, როგორც ჩვენს ცხოვრებაში, ასევე სხვა ქვეყნების ისტორიაშიც. და რა თქმა უნდა, აქ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ასევე კარგი ჭერმეტყველური საუბარი. თუ ადრე მაგალითად ხდებოდა ანალიზი, დღეს ხედავთ ესეთ რამეს, რომ ქადაგებელი თავისი ქადაგების დროს, აი ამ პოლიტიკური ქადაგებას გულისხმობთ, ის პირდაპირ დასკვნითი ფრაზებით აკეთებს თავის დემონსტრირებას. რაც არის ყოველთ მიუღებელი პრინციპში, რომ არ ხდება ანალიზი და გვთავაზობენ პირდაპირ დასკვნას, რომ ეს ასე იქნება და აი ამ დასკვნების სახით საუბარი ყალიბდება საზოგადოებაში, რომ აი ესა და ის შეხედულება ნამდვილად არის ჭეშმარიტი და ამას არ ამბობენ თუ როგორ არის ჭეშმარიტი, როგორია მისი ანალიზი, როგორი შეიძლება იყოს მისი შეხედულება, პირდაპირ დასკვნით სახით გვესაუბრებიან და რა თქმა უნდა ეს ყალიბდება ადამიანის ცნობიერებაში და ადამიანის შემდეგ აი ამ შეხედულების თანახმად იღებს გადაწყვეტილებას. ამ მეთოდების გამოყენებით პოლიტიკური ორატორები საოცარ წარმატებებსაც აღწევენ. მასწრების სწრაფად, განუსჯელად და გაუნანალიზებლად იღებენ აი ამ შეთავაზებებს და დასკვნებს და ასე ხდება მოკლედ საერთო მოსაზრების ჩამოყალიბება და ამას უწოდებენ ხშირად ხალხის ხმას, ხალხის ნებას და პლუს ამბობენ რომ ღვთის ხმა ესო და ეს სამწუხარო და სავალალო პროცესია ჩვენთვის ყოველთ მიუღებელი და ჩვენ ვამბობთ რომ და კიდევ ერთხელ ვიტყვით რომ რა თქმა უნდა არა ვართ დღეს იმ ილუზიის ქვეშ რომ რაღაც დემოკრატიის სხვა მმართველობითი ფორმა ჩანდეს დღეს რეალურად, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ და შევადაროთ ისინი ერთმანეთთან თუ როგორია არჩევნები მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, როგორ ირჩევენ კანდიდატს და როგორია ეს დემოკრატიის პირობებში. ეს შეხედულებები ხედავთ ჩვენ რომ რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. თანამედროვე დემოკრატიული იდეოლოგიაშიც აი ამ ჟან-ჟაკ რუსოს, ჰეგელის და სხვების შეხედულებების ფართო ქადაგებლები გახლავან ამერიკელი მეცნიერი ფრენსის ფუკუამა და ასევე ამერიკელი ჰანტინგტონი, რომლებიც აი ამ დემოკრატიულ შეხედულებებს კიდევ უფრო სერიოზული ანალიზი გაუკეთეს, კიდევ უფრო განავრცეს, კიდევ უფრო იდეოლოგიური სახე მიცეს და აი ამ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაყრდნობით მათ ფაქტიურად დაამყარეს ეს ინსტიტუტები მთელ მსოფლიოში. მაგალითად ფუკუამა მიიჩნევს, რომ ინდივიდუალისტური ცნობიერება დასავლური სამყაროს თვისებაა. მას ხელს უწყობს რელიგიებს შორის პროტესტანტიზმი, რომელიც არისო ინტიმური და პირადული რელიგია, რადგან ადამიანი უშუალოდ კავშირს ამყარებს უფალთან, ღვთისმსახურთა შუამავლობის გარეშე. ეს გარემოება ჩვენთვის არის მეტად საინტერესო. რატომ მიიჩნევს ფუკუამა სწორედ პროტესტანტიზმს ერთ-ერთ ისეთ რელიგიად, რომელიც არის მისაღები დემოკრატიისათვის. ნიშანდობლივია, რომ ფუკუამა ლიბერალური დემოკრატიული იდეების მხარდაჭერ რელიგიად სწორედ აი ამ შეხედულებას იღებს, რასაც ქვია თვითნებური განმარტება თავისი სარწმუნოებრივი შეხედულების, რაც რადიკალურად განსხვავდება მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისაგან. სწორედ პროტესტანტიზმმა მისცა ადამიანს უფლება, რომ განმარტოს თვითნებურად წმინდა წერილი და ამაში აი ამ წყალებში თავისუფალი განმარტების აღთქმის უფლება პროტესტანტიზმში ყველა ადამიანს გააჩნია. ყველაზე მეტად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ პროტესტანტიზმმა მოახერხა და გააადამიანურა ეს რელიგიური ფასეულობები. მათ მთლიანად უარყვეს თავის შეხედულებებში დოგმატური, კანონიკური სწავლება, მთლიანად უარყოფილია იერარქიის პრინციპი და უფრო შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სოციალური პროდუქტია ვიდრე რელიგიური. ფუკუამა ასევე ამბობს, რომ მე-20 საუკუნეში ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ გაილაშქრა ორმა უძლიერესმა მოწინააღმდეგემ, რასაც ქვია ფაშიზმმა და კომუნიზმმა. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ძველი წესრიგის ნგრევის შედეგად, რასაც წარმოადგენდა ფაშიზმი და კომუნიზმი თავისი ნიჰილისტური პროგრამებით, სწორედ
ადამიანების ძველი ადამიანის განადგურებით, სწორედ ფასეულობების მქონე ადამიანის განადგურების შედეგად მივიღეთ ჩვენ ეს ახალი ადამიანი, რომელმაც დაიწყო საუბარი სწორედ ახალ ფასეულობებზე, რასაც ქვია ლიბერალური დემოკრატია. ამიტომ ჩვენ ვერ დავეთანხმებით უკვე ამას იმ მოსაზრებაში, რომ ეს მსოფლმხედველობები, რასაც ქვია ფაშიზმი და კომუნიზმი, ეწინააღმდეგებოდნენ პირიქით. ეს იყო ის ხერხები, რომლებიც მავანმა გამოიყენა იმისათვის, რომ საბოლოოდ აი ამ ფასეულობამდე მieყვანათ ადამიანი. ასევე უამრავი შეიძლება, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ითქვას და ასევე ჩვენ შევეხებით კიდევ ერთ ცნობილ დემოკრატს, ეს განხლავთ ჰანტინგტონი, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ დღეს საზოგადოება არის ახალი ისტორიული გამოწვევის წინაშე დგას, რომ ეს არის დაპირისპირების ომი და აი ამ ახალი თეზისის ძირითადი წარმომადგენელი გახლავთ სწორედ ეს ავტორი. ის ამბობს, რომ მსოფლიოში დაპირისპირების მთავარი მიზეზი უნდა ვეძიოთო არა იდეოლოგიების და ეკონომიკის და თუნდაც პოლიტიკაში, არამედ უმთავრესად კულტურულ ფაქტორებში. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ადამიანებმა დაიწყეს ერთმანეთის განსხვავება თავისი წარსულის, რელიგიის, ენის, ჩვევის, ტრადიციებისა და სხვა ფასეულობების მიხედვით. ჰანტინგტონის აზრით, ესე იგი ცივილიზაცია და ომის ცნება წარმოიშვა რელიგიურ, კულტურულ, ნაციონალურმა ფაქტორებმა. ანუ გამოდის, რომ მეცნიერი სულიერ და ზნეობრივ ფასეულობებს გლობალური ერთიანობის ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს. შემდეგ ის ამბობს, რომ მსოფლიოს მთავარ ცივილიზაციებს შორის 8 ცივილიზაცია არსებობს. ჩვენ არ შევუდგებით ამ ცივილიზაციების 8 ცივილიზაციის განმარტებას, ჩვენ უბრალოდ ვიტყვით, რომ ძირითადად მაინც არსებობს 2 ცივილიზაცია, დასავლური და აღმოსავლური და ისინი არსობრივად მოიცავენ კიდეც ყველა სხვა ცივილიზაციებსაც. ჩვენ დღეს როგორც არასდროს უნდა გქონდეს ადამიანთა გარჩევის უნარი, ეს არის მართლმადიდებლური მოღვაწეობრივი უნარი, შეხედულება, რათა ამ საშინელ ქაოსურ დროში საკუთარი მსოფლმხედველობის დაცვა შევძლოთ. ამიტომ, როგორც ხედავ ჩვენ, ძირითადი დარტყმა თუ ნიჰილისტური პროგრამის შესრულების დროსაც, როდესაც ძალადობა იყო გამოყენებული და ამით ფასად ცდილობდნენ ადამიანის განადგურებას და სწორედ ძალადობით ცდილობდნენ ახალი ადამიანის ჩამოყალიბებას, ჩვენ იგივე შეხედულებების დამკვიდრებას უფრო ცივილიზებული ფორმით ხედავთ დღეს, როდესაც ისევე როგორც მაშინ თავარი ადამიანის დარტყმის სფერო გახლავთ სწორედ მისი რელიგიური, კულტურული ნიშან-თვისება, ამით მათ სურთ, რომ ადამიანი მთლიანად გახადონ კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობის მატარებელი, მთლიანად იყოს იზოლირებული ღვთაებრივ შეხედულებებს, ჭეშმარიტებას, სულიერ მარადიულ ფასეულობებს და ჩამოყალიბდეს ერთფეროვანი მასა მთელ მსოფლიოში, რომელიც შემდეგ მიიღებს ერთი და იგივე კანონმდებლობას, ერთი და იგივე პრინციპებს, რომელსაც დღეს ესეთი მუდმივობით აყალიბებენ მავალი მთელ მსოფლიოში. მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ მთავარი, რომ კაცობრიობის ისტორია პირველ ყოვლისა არის ღმერთკაცობრივი პროცესი. მისი პოზიტიური შედეგი დამოკიდებულია სწორედ ჭეშმარიტების გავრცელებასა და დამკვიდრებაზე და ერესების, მწვალებლური აზრების არარსებობაზე. ეს არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ცივილიზაცია და მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ ჩვენი შეხედვით და მთლიანად ეკლესია გახლავთ თავისი პრინციპების დამცველი და მატარებელი. მაგრამ ხედავთ, რომ გარკვეულ ისტორიულ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა თავისუფალი არჩევანის გაკეთება. იყოს ეს ღმერთკაცობრივი პროცესი, ძირითადი პრინციპი თუ არა. ანუ მოგეხსენებათ ერესი, მწვალებლური აზრი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან სამუდამოდ აყალიბებს რაღაც სულიერ ხასიათს ამა თუ იმ ადამიანისა, ერისა, კულტურისა და მთლიანად სახელმწიფოსი.
შემდეგ ეტაპობრივად იწყებოდა განსხვავება აი ამ დასავლურ და აღმოსავლელ შეხედულებებს შორის. თავად ქრისტიანულ წიაღშიც ნელ-ნელა ყალიბდებოდა ორგვარი კულტურა და ცივილიზაცია. ერთი ეს იყო ქრისტიანულ-ლიბერალური, რომელიც სულ უფრო და უფრო იხრებოდა აი ამ მოდერნიზმისაკენ და მეორე ეს იყო ქრისტიანულ, თქვათ, ორთოდოქსალური, ის წმინდად ინახავს ამ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. ანუ ამ ორი ცივილიზაციების შორის ხდებოდა ნელ-ნელა საუკუნეების მანძილზე დაშორება და მით უმეტეს დაშორებები კარგად გამოჩნდა, როდესაც გამოეყო მართლმადიდებელ ეკლესიას რომაული კათოლიკური ეკლესია და შემდეგ მას გამოეყო ასევე პროტესტანტიზმი და რომლებმაც ფაქტობრივად გააადამიანურეს ეკლესიები, მას შეძინეს არა რელიგიის, არამედ უფრო მეტად ავტორიტატული ადამიანური სახე, კერძოდ კათოლიციზმმა, ხოლო პროტესტანტიზმმა თავის მხრივ მთლიანად გაანადგურა ის დოგმატური და სწავლება და იერარქიული სწავლება, რაც კი არსებობდა დედა ეკლესიაში. ამიტომ არის სწორედ ეს რელიგიები განსაკუთრებულად მისაღები დღეს მსოფლიოში, ამიტომაც გვთავაზობენ ჩვენ, რომ მივიღოთ ის ფასეულობები, ის ლიბერალური, მოდერნისტული ფასეულობები, რომლებსაც სათავეში სწორედ აი ამ რელიგიებმა ჩაუდო და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე არის მიუღებელი და ეს ყოველივე იწვევს სულიერ დეგრადაციას და აი ეს სულიერ დეგრადაცია ჩვენ დავინახეთ დასავლურ კულტურაში, დასავლურ ცივილიზაციაში, რასაც ქვია, მისი ეკლესიების მდგომარეობა მეტად სავალალო მდგომარეობაშია, ფაქტობრივად ადამიანს აღარ სწამს ღმერთი, აღარ დადიან, ეს ცნობილი ფაქტია კათოლიკურ ეკლესიებში ხალხი და ხშირ შემთხვევაში უკვე მათი ადგილი ევროპაში დაიმკვიდრა ისეთმა უცხო ფასეულობებმა და რელიგიურმა შეხედულებებმა, როგორიც არის ისლამი, ბუდიზმი, ინდუიზმი და ასევე სხვა რელიგიური თუ წარმართული კულტები. ერთი ცხადია, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული ხელისუფლება ან არ ეწინააღმდეგება, ან ვერ ეწინააღმდეგება აი ამ უცხო ფასეულობების დამკვიდრებას თავის წიაღში. ეს ფაქტია, ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა, ვინაიდან დასავლეთმა დაკარგა თავისი სულიერი ტრადიციები და რა თქმა უნდა ადამიანი მშიერი სულიერად ცდილობს, რომ მოიპოვოს რაღაც სულიერი საკვები და ხშირ შემთხვევაში ის ვერ პოულობს ჭეშმარიტებას, ვერ პოულობს მართლმადიდებლობას და ამიტომაც მიიტყვის ხოლმე ხან ისლამისაკენ, ხან ბუდიზმისაკენ და სხვა რელიგიებისაკენ, რომლებსაც რაღაც სულიერი ფონი გააჩნიათ, რაღაც თავისი ასკეტიზმის შეხედულებები გააჩნიათ და ამითი ხდება ადამიანი გატაცებული და გვიდრებენ თავის ცივილიზაციაში, აი ამ თავის სახეს. ამრიგად, ჩვენ ამ ცივილიზაციების ომს, როდესაც უწოდებენ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური პროცესი, ეს არის აბსოლუტურად არა რეალური პროცესი, რომელსაც ჩვენი აზრით არ გააჩნია არანაირი მყარი დასაყრდენი. თუ ადამიანი ილტვის ჭეშმარიტებისაკენ, თუ ადამიანს სურს, რომ მოიპოვოს ჭეშმარიტი ფასეულობა, ის ამას აუცილებლად მოიპოვებს და თუ ადამიანს არ სურს ამის გაკეთება და ცდილობს, რომ მთლიანად იგნორირება გაუკეთოს რელიგიურ შეხედულებებს, ჭეშმარიტებას, მართლმადიდებლურ შეხედვას, მაშინ და გააღმერთოს და გააკულტოს ლიბერალური დემოკრატია, მაშინ რა თქმა უნდა, თი ადამიანი იპოვის არა ღმერთს, არამედ იმას, რასაც ეძებს ის გაკერპებულ, გაეშმაკებულ ადამიანს. ჩვენი მთავარი სათქმელი სწორედ ეს გახლავთ, რომ გაარჩიოს ადამიანმა, არ ვიცი რამდენად მოახერხე ამისი გაკეთება, რომ გაარჩიოს ეს ფასეულობები ადამიანმა, რა არის ნამდვილი მართლმადიდებლური კრებითი მსოფლმხედველობა და რა არის ის ლიბერალური ფასეულობა, რომელსაც ესოდენ ყარად ქადაგებენ დღეს მთელ მსოფლიოში. ერთი ვიცით ნამდვილად, რომ მართლმადიდებელი ადამიანი უნდა იყოს აი ამ ორ უკიდურესობას, რასაც ქვია
დასავლური ცივილიზაცია და ასევე აღმოსავლური კულტები და რელიგიები, რომელიც არის ისლამი, ბუდიზმი, ძენ-ბუდიზმი და ინდუიზმი და სხვა, აი ამ ორ ფასეულობაზე უფრო მეტად ამაღლებული. ამას გვასწავლის ჩვენ წმინდა მამები, ამაზე საუბრობს საოცრად წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ ველიმიროვიჩი, ის ამბობს, რომ მართლმადიდებელი ხალხი დასავლეთსა და აღმოსავლეთზე მაღლა უნდა დადგნენ. მათ არ უნდა იბრძოლონ არც სულთა სამყაროსათვის, როგორც ამას აღმოსავლეთი აკეთებს, არც მატერიალისტური სამყაროსათვის, რომელსაც დასავლეთი ამკვიდრებს. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი დღეს, რომ ავმაღლდეთ აი ამ ფასეულობებზე მაღლა, დავინახოთ, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება, ერთადერთი სწორი მსოფლმხედველური პრინციპი გახლავთ მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია პოლიტიკურ ხედვებზე, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ მართლმადიდებლობაზე, როგორც მსოფლმხედველობაზე, რომელსაც უნდა ატარებდეს ნებისმიერი ადამიანი და ეს არის ის ღმერთკაცობრივი პრინციპი, ის ღმერთკაცობრივი სწავლება, რომელიც თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე, დაამკვიდრა, მოგცა ჩვენ და რომლითაც უნდა წავდგეთ ჩვენ ღვთის წინაშე მეორედ მოსვლის დროს. ღმერთმა დაგლოცოს, შეგვიწყალოს და ეკლესიის მყარი